ქართულ და ებრაელ ხალხთა 26 საუკუნოვანი მეგობრობა ისრაელის სამთავრობო დელეგაცია და ორმხრივი შეხვედრები. ებრაელი ბიზნესმენები საქართველოში 5 პროექტს დააფინანსებენ. საქმიანი წინადადებით ისრაელიდან 100-ზე მეტი ინვესტორია ჩამოსული. რა გეგმები აქვთ მათ რეგიონში, ნახეთ პატა შამუგიას რეპორტაჟში. ებრაელი ბიზნესმენების დაინტერესება გონიუკვარიათ მათ გამოიწვია. საქმიანი წრეების წარმომადგენლები სხვა მიმართულებებთან ერთად ინვესტიციების, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სფეროებში დაბანდებასაც გეგმავენ. ეკონომიკური ფორუმი თბილისში 5 კონკრეტულ პროექტზე შეთანხმებით დასრულდა, თუმცა ებრაელ ინვესტორებს ამომავლოდ უფრო დიდი გეგმები აქვთ. ჩვენი კომპანია IB Group-ი წარმოადგენს დღესდღეობით და გაყოფილია 3 პუნქტად. პირველი არის ეს ბორჯომის მეორე ვარიანტი გონიოსი, მესამეა მცხეთა იერუსალიმის პროექტი, რომელიც ინვესტიცია ჩაყრილია $5 მილიონ. ჩვენი ინვესტიცია გაიზრდება. 5 პროექტს მოეწერა ხელი, აქედან არის 2 სასტუმრო სექტორი, 2 არის საშუალო ზომის საწარმო და 1 არის მაღალტექნოლოგიური საწარმო. საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო. შეხვედრა ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციაც სტუმრობდა. მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ჩვენ ისრაელთან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონე თანამშრომლობის ორმხრივი. კარგად არის ცნობილი, რომ გაიმართა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ისრაელიდან არ გვაკლია მაღალი დონის სტუმრები. თანამშრომლობთ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა. ჩვენ საპარლამენტო დელეგაციასთან საუბრობთ ისეთ საკანონმდებლო ურთიერთობებზე, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ზოგადად იდეა ურთიერთობებისა და ორი ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისრაელის დელეგაცია საქართველოს პარლამენტშიც უმასპინძლეს. დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. ჩვენ ხვდებით ძალიან მაღალი რანგის დელეგაციას, ისრაელის კნესეთის წევრების და მთავრობის წარმომადგენლების შემადგენლობით. უკვე დროა, რომ ამდენი კეთილგანწყობილი ვიზიტებიდან ძალიან კონკრეტულ საქმეებზე გადავიდეთ და იგეგმება ძალიან სერიოზულად გააქტიურება ეკონომიკური თანამშრომლობის. ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობა საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. გაიხსნა რესტავრირებული საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. მოეწყო ქართულ-ებრაული მეგობრობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. გამოფენები და ქართულ-ებრაული ლექსიკონის პრეზენტაცია. საიუბილეო წლის განმავლობაში 48 საზეიმო ღონისძიება გაიმართება.